რადნო თვალსა. დიდი მადლობა. ყავის მაშხალებს თუ გამომივიდა. კარგია? სხვათა შორის არ მე ბაიას ეწყინება. კაია. ბაიასის ჯობდა მითხარით რომ. ბაიასი ყველასი გესახების ყავს. ესაა გემრიელი ყველანაირი სახეობის არის. რაც შეეხება ჩვენი გაცემის ამ ნაწილს, ვსაუბრობთ ახალ გამოცემაზე, ძალიან მნიშვნელოვანზე, რომელსაც მე მგონია და არა მარტო მე მგონია ასე რომელმაც შეიძლება ვთქვათ საფუძველი დაუდოს თანამედროვე უახლესი ისტორიის მკვლევარებს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საბჭოთა საქართველოს ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ქრონიკები მოყრილია ერთ გამოცემაში. ეს ყველაფერი ეფუძნება საკმაოდ მასშტაბურ და დიდ კვლევას, რომლის მსგავსით სხვათა შორის არ ჩატარებულა საქართველოს და იგეგმება ამ გამოცემის პრეზენტაცია და ძალიან მიხარია პრეზენტაციამდე მასპინძლობთ ავტორებს. 13 ოქტომბერს დიახაც ეს პრეზენტაცია იგეგმება და დღეს კი ჩვენი სტუმრები არიან ანა ბაქანიძე, პროექტის ავტორი და ბონო კუპატაძე, უახლესი საქართველოს ისტორიის მკვლევარი, ცესულის პროფესორი. სალამი. გამარჯობა, მოგზანდით და მოგვიყევით ამ საინტერესო პროექტის შესახებ თუ შეიძლება. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინ წინ როგორც ვიცი. რამდენიმე წლის წინ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტი გახდით და თსუ ემზადებოდა იმისთვის, რომ დედაენის დღე აღინიშნა. მაშინ დაგველალა სტუდენტებს, რომ გაგვეკეთებინა მოხსენებები 14 აპრილის შესახებ. რეალურად ყველამ ვიცით 78 წელს რა მოხდა, მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე დავდექით, აღმოჩნდა ისე, რომ სერიოზული კვლევა ან დიდი ვთქვათ სტატია ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა. ამავდროულად ის ადამიანები, ვინც რეალურად ეს მოვლენები შექმნეს, დღეს ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და მათ ცოცხლად და ცხადად ახსოვთ რა მოხდა 78 წლის 14 აპრილს. სწორედ მაშინ დავიწყეთ ისტორიის, ასე ვთქვათ, ალტერნატიული მეთოდის, კვლევის მეთოდით, ზეპირი ისტორიების შეგროვებით. ფეხსავსანივით კი. კვლევა ამ ყველაფრის შევაგროვეთ ზეპირი ისტორიები, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად მთელი ქალაქი ხშირ შემთხვევაში ამ მასშტაბის ასეთ მოვლენებში იყო ჩართული და ერთი წიგნი, ერთი კვლევა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს პროცესი დასრულებულიყო. ამიტომ გავაგრძელეთ და არა მხოლოდ 78 წლის 14 აპრილის, არამედ 56 წლის 9 მარტის და 99 წლის 9 აპრილის მოვლენების შესახებაც დავიწყეთ, ასე ვთქვათ, ზეპირი ისტორიების შეგროვება. დაახლოებით 100-მდე საუკეთესო ისტორია არის ამ ეტაპისთვის შესული კრებულში, თუმცა იმისთვის, რომ ვიღაცას გული არ დაწყვეტო და იმისთვის, რომ ვინმეს მოგონება არ დაჩენილიყო ჭრდილქვეშ და რაღაც მნიშვნელოვანი არ გამოგვეტოვებინა, გადავწყვეტეთ, რომ გაგვეკეთებინა ვებგვერდით, რომლის პრეზენტაციაც იქნება ასევე ორშაბათს, საქართველოს მეხსიერების ბანკი, ასე დავარქვით. ყველა ისტორიების შევსებისთვის არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ჩვენ შეიძლება ვერ მივიდეთ, მაგრამ მათ ჰქონდათ საინტერესო მოგონება. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება ესტუმროს ამ ვებგვერდს უკვე ორშაბათითანვე დაარეგისტრიროს თავისი ისტორია ამ სამ მოვლენასთან დაკავშირებით ან გამოგვიგზავნოს თავისი სურვილი თხოვნა ახალი მოვლენის, ასე ვთქვათ, დარეგისტრირებასთან დაკავშირებით და შეიძლება კიდევ უფრო სხვა მოვლენებიც დაემატოს ამ ყველაფერს უახლეს ისტორიაში განვითარებული და ბატონო ბონდო, თქვენთვის როგორც ისტორიკოსისთვის მე არ ვიცი, შეიძლება ეს ასე ხდება, შეიძლება არა. უცნაური არ არის, რომ თანამედროვე თქვათ ისტორიის მოვლენებზე, რაც ახლა ანასაუბრობდა, ხო, არ იყო არანაირი დოკუმენტური მასალა, ესე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, კვლევები ჩატარებული, რაღაცა გამოცემები გამოშვებული, თუ ასე ხდება, თუ უნდა გავიდეს დრო იმისათვის, რომ მკვლევარმა, ისტორიკოსმა დაწეროს ნაშრომი. ფრანგი ისტორიკოსები ამბობენ, ანალების სკოლის მამები, რომ 40 წელი მინიმუმ და გავიდეს იმისთვის, რომ გასული მოვლენები გახდეს ობიექტური შეფასების საგანი. იმიტომ რომ ეს 40 წელი არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც აქტიური პოლიტიკიდან მაშინდელი პოლიტიკის მონაწილენი მიდიან და თქვათ უფრო მეტი. ეს ერთი მომენტია, მაგრამ მეორე მომენტი, რაც ჩვენი საბჭოთა რეალობიდან გამომდინარეობდა, იყო ის, რომ ის მასალები, ის არქივო მასალები საბჭოთა პერიოდში აბსოლუტურად დახურული და მიუწვდომია. და პრინციპში ამ მასალების თქვათ დახარისხებას, თქვათ კატალოგიზირება, გამოყენება მაინც უფრო ძირითადად 21 საუკუნეში დაიწყო ეტაპობრივად. მაგრამ როგორი მომენტია იცით, ერთის მხრივ არსებობს დოკუმენტები, არქივო დოკუმენტები, არსებობს მაშინდელი თქვათ პერიოდული პრესის მასალა, რომელიც უფრო ნაკლებად ობიექტურია
და არსებობს მესამე ფორმა ამ მასალებისა, წყაროებისა, გახლავთ უკვე ზეპირი ისტორია. რომელიც ასევე სუბიექტურია. კი, რა თქმა უნდა, სუბიექტურია, მაგრამ მკვლევარის ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ აი სამი ტიპის მასალა ერთმანეთს შეაჯეროს, შეათავსოს, საბოლოოდ დასვნა გამოიტანოს. და აი ანას ინიციატივა და ზოგადად ამ პროექტის ყველაზე დიდი პლუსი გახლავთ ის, რომ ფაქტობრივად აი ბოლო საქართველოს უახლესი ისტორიის ამ მოვლენებთან დაკავშირებით ზეპირი ისტორიები ესე შეკრებილი, ესე კომპაქტურად თანაც ყველაზე მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და თქვათ ვებგვერდზე ამის განთავსება, ესეთი რამ აქამდე არ გაკეთებულა. ეს ძალიან საშუალო და ძალიან საჭირო რაღაც, ანუ ეს იქნება ერთდროულად საინტერესო როგორც ჩვეულებრივი რიგითი მკითხველისთვის, რიგითი თქვათ ინტერნეტის მომხმარებლისთვის, ასევე საინტერესო იქნება რა თქმა უნდა სპეციალისტებისთვისაც, იმიტომ რომ ამ ტიპის მასალა სხვაგვარი ფორმით არ არსებობს. ალტერნატივა არ აქვს. ალტერნატივა არ აქვს ნამდვილად. მეორე ეტაპია რა თქმა უნდა უკვე, როდესაც ამ მასალის კონკრეტულ დოკუმენტებთან შეჯერება მოხდება. თუმცა საინტერესოა რომ ამ წიგნში გარდა ზეპირი ისტორიებისა რამდენიმე ესეთი მასალაცაა, რომელიც აი თქვათ უშუალოდ საარქივო კარტოტეკებიდან არის ამოღებული, თქვათ იგივე 1916 წელთან დაკავშირებით არის მაშინდელი ოფიციალური გამოსვლების სტენოგრამები მოცემული 78 წელთან დაკავშირებით. არის კიდევ როგორ ეცით, რა თქმა უნდა, ზეპირი ისტორიები ყოველთვის სუბიექტურია, მაგრამ ძალიან საინტერესოა ის, რომ ამ მოგონებებიდან კარგად შერჩეული მოგონებები მაგის თქმა უნდა ცხრაბრიდან დაკავშირებით და ბევრი ისეთი მოგონება, რომელიც უშუალოდ აი ყველაზე უფრო დრამატულ მომენტებში თვითმხილველთა მიერ არის მოთხრობილი და ამ ხრივ ეს მარგალიტებია ნამდვილად. კი, აი თქვათ იგივე რამდენი მაგალითი შემიძლია მომენტ აი თქვათ იგივე ერთადერთი ოპერატორი კი ერთადერთი ვისაც აი ცხრაპლის კადრები აქვს გადაღებული ბატონი გიორგი რომლის მოგონება ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ასე იგივე 68 წლის მოვლენებთან დაკავშირებით მაშინდელი უნივერსიტეტის პრეს-კლუბის წარმომადგენლების იგივე თამარ ჩხეიძე ხო კი ბატონო ანუ ძალიან ბევრი დაკავშირებული მორაგბეების თუ არის მორაგბეები სამეტებზე არ არის. იმიტომ რომ ეგენი იყო ყველაზე ისეთ მაგრამ თითქმის ყველა მაგნიშნა ვინც ყვება მათი წვლილის შესახებ და აღწერენ როგორ იცავდნენ ისინი. თვითონ ეგ მაგათ არ უყვარს მაგერ დაბარაკი, მაგრამ ის არის აი ფოტოგრაფიული გადადის ამ წიგნიდან არის? ამ წიგნიდან არის ნაწილი შესულია სრულად წიგნში არ არის ბუნებრივია წარმოდგენილი, მაგრამ შევეცადეთ ისეთი მასალები გამოგვექვეყნებინა, რომელიც არ არის ნაკლებად არის ცნობილი. ანუ სახლებიდან ამოიღეთ, იცით როგორ არის პირადი არქივებიდან ამოღებული ფოტოები, მაგრამ არის ამავდროულად ბადრი ვადაჭკორიას და იური მეჩითოვის არაჩვეულებრივი ფოტომასალა, ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. ასევე ალბათ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვიზუალურ და დოკუმენტურ მასალასთან დაკავშირებით, რაზეც ბატონი ბონდო საუბრობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს ეკუთვნის ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თუნდაც ერთ-ერთი ყველაზე ფასდაუდებელი რაც არის 56 წლის მოვლენების თვითმხილველები უკვე ბევრი ცოცხალი აღარ არიან. შესაბამისად, მათი ასე ვთქვათ, მათი ხელით დაწერილი აღიარებითი ჩვენებები, ასეთი მასალებიც არის შესული და ესეც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა მოგვაწოდა. ძალიან ბევრი პოლიციელი იყო. პოლიციელებიც არიან, დიახ, ანუ განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები არიან, პოლიციელები არიან ექიმები, რომლებიც ვთქვათ, მაშინ იცავდნენ ახალგაზრდებს, ეხმარებოდნენ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, არიან ჟურნალისტები, ოპერატორები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები თავისთავად ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებიც რაღაცა განსაკუთრებული ნიშნით არ იყვნენ იმ დღეს. და მაინც ახლა ვახსენეთ, რაგბისტები, პოლიციელები, სხვადასხვა ასაკის მორაგბეები, მაპატიეთ. შეცდომა. მორაგბეები, ხო. და მაინც საერთოდ სათაური ასე ვთქვათ, ამ ნაშრომს აქვს ახალგაზრდული მოძრაობის ქრონიკები საქართველოში. მოგახსენებთ, ხშირ შემთხვევაში აი ამ სამივე მოვლენის დროს ლოკომოტივის როლს ასრულებდა ფაქტობრივად ახალგაზრდობა და წიგნის შესავალშიც აღნიშნულია, რომ ეს სახელწოდება არის პრინციპში პირობითი. შეიძლება ამ წიგნს ასევე ეწოდოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ქრონიკები ან დისიდენტური მოძრაობის ქრონიკები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან იყო ძალიან ახლოს და გადაჯაჭვული ფაქტობრივად და რთულია რაიმე გამოარჩიო. კარგ და ნორმალურ ქვეყანაში ასეთი მოძრაობების სულის ჩამდგმელები და ლოკომოტივები როგორც ახალგაზრდები და შესაბამისად პირჩი. ამბობია აბსოლუტურად. ზოგადად როლზე რომ ვისაუბროთ უკვე ამ გამოცემის და თქვათ მეხსიერების ბანკის შედეგად თქვათ არა 40 მაგალითად თქვათ 20 წლის შემდეგ ხო თქვათ ისტორიის სახელმძღვანელოებისთვის ან თქვენთვის ისტორიკოსებისთვის რა ფუნქცია ექნება ამ მასალის საბოლოო თავშეყრას ასე ბუნებრივია ეს იქნება და ძალიან კარგია რომ საშუალებას იძლევა
ამას არის კიდევ უფრო მეტად გამდიდრების. ანუ გვერდზე თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ინდივიდუალურად შეიტანოს თავისი რაღაც ინფორმაცია, ხო? რა თქმა უნდა, ინფორმაცია შემდეგ აუცილებლად მოითხოვს ასე ვთქვათ, გაცხრილვას, დამუშავებას, ასე ვთქვათ, ისტორიკოსის გონების კურაჟს გატარებას, მაგრამ ეს უკვე შემდგომი ეტაპია და რაც უფრო დრო გავა და რაც უფრო წლები ბუნებრივია ასეთი მასალა, უფრო და უფრო კარგი ღვინოსავით რაც უფრო ძველდება, მით უფრო ფასდაუდებელი. ისე მაგ დროს ვინც ვიყავით უკვე ცოტა ის დასახში იქ ვიყავით თქვა და რა ყველასა აქ ხვდებით თავისი რაღაცა და არჩევები რაღაც გასავლები და მეც რაღაცები მაგრამ ძალიან პირადული იყო შემოჯახს ეხება და ამიტომ თქვა საჭირო და შეიძლება ხდები ეს ბევრი არის ალბათ ლოკალური და ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია მაგრამ სიამდვილეში ეს მომავლისთვის უკვე ბევრად ფაქტები რომელსაც აქამდე არ ქონია ინფორმაციები და თითოეული ისტორიაში შეიძლება დაიჭიროთ ასე ვთქვათ წაიკითხოთ ისეთი ნიუანსი რაც თქვენთვის იქნება ახალი ბუნებრივია ბევრი მოგონება ასე თუ ისე გავს ერთმანეთს იმიტომ რომ ზოგადად თუ შევხედავთ იმიტომ რომ ერთმოვლენაზეა საუბარი და ყველა აკეთებს თქვა თავის შეფასებას მაგრამ არსებობს ისეთი ნიუანსები როდესაც კონკრეტული ადამიანი თქვა ინდივიდუალურად ხედავ რა თქმა უნდა და ამის დანახვა უკვე და ამის შეფასება სამომავლოდ ისტორიკოსების აი 13 ოქტომბერს სად იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 115 აუდიტორიაში დიახ საკონფერენციო დარბაზია ეს იგივე დიდი საკონფერენციო დარბაზია და ამ წიგნის პრეზენტაციასთან ერთად რა დოკუმენტურ ფილმზეა საუბარი და მის შესახებაც მოგვიყევი ახლა ვერ მოგახსენებთ წიგნის მზადების პროცესში გარდა იმისა რომ თქვა ჩვეულებრივ ისტორიებს ვიწერდით და ამ ეს ყველაფერი გადაგვქონდა ასე თქვა ფურცელზე ვიზუალურადაც ვიწერდით ამ ადამიანებს ვინც თქვა ვისი მოგონებები ვინც გაგვიზიარა თავისი მოგონება და შესაბამისად შევეცადეთ რომ ამ დოკუმენტური მასალების გამოყენებით ინტერვიუების გამოყენებით შეგვექნა პატარა დოკუმენტური ფილმი რომელიც იქნება ერთგვარი შემკრები წიგნისა არ ვიცი მომავალში ალბათ გამოადგება კიდეც ამ საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს და წიგნის პრეზენტაციასთან ერთად ვებგვერდის პრეზენტაციასთან ერთად იქნება აი ამ დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც რაც თავარია დასწრებარი თავისუფალი თქვენს ძალიან დაგვიხარდება თუ მოახერხებთ მობრძანებას აქ იქნებიან მოწვეულნი ის ადამიანები ვისი მოგონებებიც არის კრებულში შესული და ისინი ცოცხლადაც ასე ვთქვათ წარმოადგენენ თავის მოგონებას და არა და ადამიანებს რო გადავხედე ესეთი საინტერესო არჩევში არა ხო და ის რა ეს ჩვენთვის სიმართლე არის ერთი და ვიცით ჩვენ რა ხდებოდა ხო ქართველებმა მე სამომავლოდ რაღაც რო ითარგმნოს და როცა შეგროვდება ყველაფერი ალბათ ისევ და ისევ წლების ამბავია ეს რო იყოს სწორად მიწოდებული ალბათ ყველასთვის ვისაც ხანაერად გონია ხო არის არა ხალხი ვისაც ხანაერად ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იმდენად გაზრდილია დღეს ხო მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა რამეა განს ამდენი ნაგროვები და იქნება გვერდი რომ სრულად ის მასალები რაც იტვირთება წიგნით ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება ხო კონკრეტული ტირაჟით იბეჭდება და გავრცელდება რაღაც კონკრეტულ წრეში შესაბამისად ვებგვერდზე იქნება პერიოდულად უკვე მიდის თარგმნა აი ამ მასალების და ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი ინგლისურად. ეს არის მართლა არაჩვეულებრივი წიგნი და ვთქვათ ესეთ პირველი მცდელობა, ესე თავის მოყრის, მაინც კომპილაციური მასალაა ხო რაღაცა და ეს შეიძლება იყოს ბიძგი თქვენაირი ახალგაზრდა თუმცა უკვე პროფესორი ისტორიკოსებისათვის სამეცნიერო ნაშრომის ეს შეიძლება საფუძველი გახდეს უკვე ანალიზის ისტორიული ანალიზის ხო ეს არის ის ნედლი მასალა რომელიც რა თქმა უნდა დოკუმენტებიც არის რაღაც მცირე ნაწილი მაგრამ ეს მაინც ნედლი მასალაა რომელიც კიდევ ერთხელ მოვარებ ბევრად მეტ გამდიდრებული არის უკვე ამის მოთხოვნილება აი ეს დიმიტრი უკვე თარგმნაზე და გავრცელებაზე რო დაიწყო ლაპარაკი ესე იგი ეს უკვე ბუნებრივად იმას ნიშნავს რომ უნდა მოხდეს ამის შესწავლა მეცნიერების მიერ კი გეთანხმებით აბსოლუტურად გავიდა 40 და ფაქტობრივად როგორი მომენტია ეცით ზოგადად თქვა ჩვენ დავუკვირდებით სხვა თემების შესწავლასთან დაკავშირებით იქ ჯერ მაინც იდება ასე ვთქვათ დოკუმენტური მასალა ქვეყნდება რაღაც არის და შემდეგ უკვე ამას მოსდევს ეპირი ისტორია ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა ეპირმა ისტორიებმა გაუსწრო და ეს არა გასაკვირველია საქართველოსია რა თქმა უნდა ხო საქართველოს რეალობაა ესეთი და რეალობა ყველას აქვს მოსაყოლი ხო სულაც არ არის ეს ცუდი და სხვათაშორის აქ არის მხოლოდ თქვა დედაქალაქიდან ისტორიები ჩაწერილი რეგიონებშიც იმართებოდა ამ დროს ასეთი და ჩვენ განსაკუთრებით თქვა დასავლეთიდან გვაქვს რამდენიმე ისტორია რომელიც ასევე არის კრებულში შესული და პრინციპში მგონია რომ საიტი მისცემს ყველას ვებგვერდის შესაძლებლობას რომ რეგიონებიდანაც და საზღვარგარეთ ვინც ცხოვრობს GMBG ესე იქნება საქართველოს მეხსიერების ბანკი ესე ნებისმიერ საძიებო სისტემაში შეიძლება დიახ
და ერთსაც აღნიშნე, არის შესაძლებელი ყველაფერს ბუნებრივია სჭირდება მხარდაჭერა და პროექტის მხარდამჭერი ამ შემთხვევაში იყო ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს, რომელსაც 20 წელი უსრულდება დღეს საქართველოში მოღვაწეობის. მინდა რომ მიულოცო და ამასრეულად მადლობა გადაუხადო მათ აი ამ მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენ ყოველთვის ნამდვილად და მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ, წარმატებები, წარმატებული პრეზენტაცია და თქვენ კიდე წარმატებული ნაშრომები 10 და 10. ჩვენ კიდე წარმატებული ახლა დასვენება ხვალამდე. ხვალ ახალი თემებით დაგიბრუნდებით.